Satimelo მსოფლიო თამაშების მიწვეულ რეფერატს შეირჩა მსოფლიო კარატეს ფედერაციის გადაწყვეტილებით მსოფლიო თამაშებზე მსაჯობის უფლება მოიპოვა 13-მა მსაჯმა მსოფლიოს სამსაჯო კომისიიდან და 5-მა მსაჯმა მსოფლიოს რეიტინგიდან. მეც ამ წარმატების შესახებ ევროპის მსაჯთა კომისიის წევრი მსოფლიოს ნომერ 1 მსაჯის სრულ რეიტინგში Satimelo თავად გვიამბობს Tati დილა მშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო რომ ჩვენთან სტუდიაში მოსულიყავით. ჩვენ ხშირად ასეთი წარმატების დროს სტუმრებს ასე ვეკითხებით რომ არ ელოდებოდით. ახლა სხვა კითხვა გვაქვს ჩვენ თუ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის რომ ეს მომხდარიყო. კი, მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მსოფლიო თამაშებზე მსაჯობა იყო ჩემთვის ერთ-ერთი მიზანი, ჩემი ერთ-ერთი მიზანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიმეღწია და ველოდებოდი. ველოდებოდით. და ძალიან ბევრი ვიშრომე ამის. ხო, აი რა იშრომეთ ეგ გითხარით. მსაჯობა დავიწყე 2016 წელს და გავიარე უამრავი ეტაპი. თავისი ლიცენზირებიდან დაწყებული, შემდეგ გამოქვეყნდა რეიტინგი, ამ რეიტინგში პირველად რო გამოქვეყნდა ვიყავი მე-6 ადგილზე. ეს იყო დაახლოებით 2 წლის წინ და ეხლა უკვე გადავედი პირველ ადგილზე და შესაბამისად 13 მსაჯი შეირჩა მსოფლიო კომისიიდან. სადაც ვერ მოხვდი, იმიტომ რომ მსოფლიო კომისიაში ამ ეტაპზე არ ვარ ევროპის კომისიაში. და 5 მსაჯი შეირჩა დამატებით სხვა დანარჩენი მსაჯებისგან, ასე ვთქვათ და პირველი ნომერი ვარ და შესაბამისად ავტომატურად მოვხდი მსოფლიო თამაშებს. საინტერესოა, აი რა ეტაპებია გასავლელის, თუნდაც აი ლიცენზიის აღება ახსენეთ. საინტერესოა, იმიტომ რომ წირი ინფორმაცია გვაქვს ზოგადად სამსაჯო სისტემის გარშემო და მოგვიყევით დეტალურად უფრო რა უნდა გაკეთდეს. მოგვიყევით დეტალურად 12 გამოცდა მაქვს ჩაბარებული, ეს არის ურთულესი გამოცდები, რომლებიც ტარდება ინგლისურ ენაზე. ევროპის გამოცდები არის ცალკე და მსოფლიო გამოცდები არის ცალკე, ანუ ეკრანზე გადის შეკითხვები კონკრეტული ტესტებიდან, რამოდენიმე წამი გაქვს, 15 წამი თუ 16 წამი გაქვს, რომ სწორი პასუხი შემოხაზო და შემდეგ უკვე არის პრაქტიკული ნაწილი, სადაც მსოფლიო კომისიის წევრები ან ევროპის კომისიის წევრები შეხედან და გაფასებენ როგორც მთავარ მსაჯს, როგორც გვერდითა მსაჯს, შენი ხედვა, ასე ვთქვათ, გაფრთხილებების დანახვა, გადაადგილება, ჟესტიკულაცია და ეს რეალურ პროცესში ხდება. კი, რა თქმა უნდა და ესეთი არის 12 გამოცდა მაქვს ჩაბარებული ასეთი. ეს დაახლოებით მაგონებს მართვის მოწვევას რომ მიდეთ თეორია პრაქტიკული ნაწილი, ხო? და რამდენი ხნის მანძილზე აი ეს 12 გამოცდა ჩააბარო და რამდენი ხანი ესე იგი ევროპაზე არის 6 გამოცდა, რომელსაც აბარებ 4 წლის განმავლობაში, თუ ყველა ჩააბარე. თუ ვერ ჩააბარე, ისევ 1 წლის შემდეგ თავიდან გადიხარ იმავე საფეხურზე, რაზეც თქვათ ჩაიჭერე. ესე იგი და მსოფლიოზეც არის 6. ეხლა ერთხელ კითხე მე მგონი ეს კარგა ხნის წინ და ეხლაც გავიმეორებ ამ კითხვას. აი ისეთი სახით გიხარ, რომ აბსოლუტურად მიუკერძოებული, უემოციო და ასე შემდეგ. მაგრამ წარმოიდგინე, რომ ვიღაცა მოგეწონა ადამიანურად, რომ ადამიანურად განეწყო. განეწყო ეს როგორ უნდა მოთოკო და როგორ ვერ უნდა შეგამჩნიოთ. რა საკეთებ ამისათვის? დავიჯერო, რომ ყველასადმე ესეთი ხარ და არ გემჩნევა, რომ რაღაც ემოცია არ იმჩნევს ალბათ ეს რაღაც წარმოუდგენელია. პროფესიონალიზმიც სწორედ იმაშია, რომ ვიღაც არ უნდა სიმპათიით ვიყო განწყობილი. რა თქმა უნდა, ჩვენ მსაჯებს უყავს რაღაცა კუთხით ჩვენი ფავორიტი სპორტსმენები. ეს არის ბუნებრივი, მაგრამ ამას სრულიად ისიც ვერ გძნობს ის სპორტსმენიც ვერ გძნობს, რა თქმა უნდა, ვერ უნდა იგრძნოს. სხვა შემთხვევაში არ იქნება ობიექტური და არ იქნება სწორი. უბრალოდ იმ მომენტში, როცა შევდივართ სტატამზე, სულ ამბობ ხოლმე, რომ კარგ და ძლიერ სპორტსმენს სჭირდება ძლიერი მომზადებული მსაჯი ტატამზე. სხვა შემთხვევაში ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებ. როგორია თქვენი, როგორც პროფესიონალის განცდები, როცა ამბობენ რომ მსაჯი არასამართლიანი იყო? სხვათა შორის იმ დღეს უსმენდი რაღაცას ერთ-ერთი გადაცემა იყო მსაჯებზე და ერთ-ერთი კომენტატორი ამბობდა რომ ხო ამბობ რომ მსაჯები აღარ გავიმეორე. ხო, იმიტომ რომ მსაჯია დამოკიდებული ყველაფერი. როგორ იღებთ ამას? იცით რა არის ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა რომ მეც მქონია რაღაცა არასამართლიანობის განცდა, მაგრამ როდესაც სპორტსმენობიდან და მწვრთნელობიდან გადავედი მეორე მხარეს,
უკვე აი სრულიად სხვაგვარად ვუყურებ ყველაფერს, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ საჯის ქმედება რაღაცნაირად მისი თვალით დავინახო. და მქონია ყველას შეუცდომელი არავინ არის რა ხო, თქმა ანუ უნდა. ეგ არის ადამიანური, ჩვენ რაღაც დამოკიდებულება გვაქვს ისეთი, რომ თქვენ ყველაფერი უნდა დაინახოთ, თქვენ რაღაც ზე ადამიანები ხართ. მოდით გავიხსენოთ, მაგალითად შეიძლება თქვენი სპორტის სახეობა არ არის, მაგრამ ბაზაძეზე იყო, სანდრო ბაზაძეზე გახსოვთ ხო? ხო, ძალიან გავბრაზდით და აი ძალიან აკრიტიკებდნენ მსაჯს იმის გამო, რომ ადამიანს ამხელა ტიტული დააკარგინა არაობიექტურმა კი, რა თქმა უნდა, მახსოვს მეც ეგ ფაქტი. უბრალოდ სულ ვამბობ ერთ რამეს, რომ ყოველთვის მსაჯში მაინც არ უნდა ეწიო რაღაცნაირად პრობლემა. კი, ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, რომ არაობიექტური მსაჯი იყოს და არსებობენ ასეთები, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ თავში ვეძიოთ. აი ეგ მინდა, ეგ არაობიექტურობის მიზეზი მინდა. კითხო, იმიტომ რომ ყველაზე კარგად შენიტყვი როგორც მსაჯი. არაობიექტურობის მიზეზია ის ადამიანი ფაქტორი ვერ დაინახა, ვერ იგრძნო, თუ განწყობები, რაზეც თქვენი ლაპარაკეთ, რომ არ უნდა შეემჩნეს, ან არაპროფესიონალიზმი. აი ამ სამიდან რომელი უფროა? მე მაინც ვიტყოდი, რომ არაპროფესიონალიზმი უფრო, იმიტომ რომ რაღაცა ემოციებს აძლევს საშუალებას, რომ იმოქმედოს შენზე. მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობს ალბათ სხვა მიზეზებიც, რომელსაც მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ, რომ ძალიან ობიექტური ვიყო და ჩვენთან ზოგადად ესეა, რომ აი რომ იმსაჯო მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ იმსაჯო ობიექტურად ეცადო რომ იყო უშეცდომო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი ერთი შეცდომა სადღაც მოგივა და ყველა იმაზე დაიწყებს ლაპარაკს. ამას შეგვებული ვარ სრულიად ყოველთვის როდესაც შეჯიბრიდან მივდივარ სახლში, არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის შეფასებებს, რა შეფასებებს მივიღებ სოფლიო კომისიის წევრებისგან, იმიტომ რომ როგორც იცით ალბათ რეიტინგი იდება ყოველი შეჯიბრის შემდეგ და ქულები, რასაც ჩვენ გვანიჭებენ, ყოველთვის შეგვიძლია ვნახოთ შეჯიბრის შემდეგ, სულ აი 20-ჯერ, 30-ჯერ ვუყურებ ხოლმე ჩემ ჩატარებულ თავძოლეს და სულ ვცდილობ რომ კრიტიკული თვალით შევხედო, რომ აი ეს შემეძლო ესე გამეკეთებინა, ეს შემეძლო რაღაცა აი ესე ხისტად არ გამეკეთებინა, თქვა და აი სულ ვცდილობ რომ რაღაცა ვიპოვო. რომ კრიტიკულად უდგები თქვენ თავს. თუ არ მივდექი კრიტიკულად ხუთეულში როგორ მოხდი, აი რა სხვებთან შედარებით რითი გამოგარჩიეს როგორ სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვიყავი. არა, მსოფლიო თამაშებს გულისხმობ, მე მეგონა უცებ რეიტინგზე მითხარი, მსოფლიო თამაშებზე ალბათ რეიტინგით, იმიტომ რომ სოფლიო რეიტინგში დღეს ვარ პირველი ნომერი, ან სულ რეიტინგში. შარშან როგორ სიხარულით აღნიშნეთ. თქვენთან ვიყავი შარშანაც, თქო ეგ იყო 2024 წლის რეიტინგი და ვიყავი მეორე ადგილზე. ხო, კარგად დაგებედა. ახლა რა უპირატესობა აქვს, გასაგებია ნომერ პირველია, მაგრამ უპირატესობები რა არის? ანუ მეტი თამაშზე ეგ არის უპირატესობა. თუ აი რას ნიშნავს ასეთ დროს ეს? ზუსტად დაგეთანხმებით, მეტი შრომა, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი შეჯიბრებები, მაქვს უკვე მოწვევები, აი ეხლა ჩამოვედი ლატვიიდან და იქ ვიყავი სემინარებზე და ვიყავი მიწვეული შეჯიბრზე, მეტი ანაზღაურებაც რა თქმა უნდა ამასთან ერთად და რაღაცნაირად მაგალითი ხარ სხვა მსაჯებისთვის, იმიტომ რომ აი იმდენი SMS-ი მხვდება ხოლმე რაღაცა ფინალს რო ჩავატარებ ან რაღაც შეჯიბრის შემდეგ რაღაცა ბრძოლა რო დაიდება, სადაც მთავარი არბიტრი ვარ. რაღაცა გამოხმაურებებს გიმსაჯია. არა, რა თქმა უნდა, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და კატეგორიულად არ შეგვიძლია. მე რა მაინტერესებს ის აი ხა ფსიქოლოგიურად რაღაც არ ემზადებით ალბათ, ხო? ან რაღაცას ყოველ გავლილი გაქვთ კიდეც. აი, იმიტომ რომ იცი, რომ შეზეა დამოკიდებული, ხა ბევრი რანაირი განწყობით გადიხარ, აი რანაირად ემზადები ამისთვის, რომ აღელვების მომენტიც იყო თავიდან, მაგალითად, როდესაც პირველად დამეძახეს ფინალებზე წარმოადგენთ დარბაზი ერთი ტატამია, ყველა შემგიყურებს, ცენტრში ხარ, დარბაზი გადავსებულია, მაგრამ აი რაღაც მომენტში ჩემთავს ვეუბნები ხოლმე, რომ არ ინერვიულა ეს გაგიკეთებია ძალიან ბევრჯერ და ძალიან კარგად და ის ვცდილობ რომ ეხა უკვე აღარ მაქვს. რაღაცზე უნდა ინერვიულა და დავამთავროთ, ოჯახმა როგორ მიიღო? რა სპორტული ოჯახია და ძალიან კარგად მიიღო ყველამ.
აქვე მინდა აღვნიშნო ჩემი მშობლები პირველ რიგში, მამა აღარ მყავს, ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო და დარწმუნებული ვარ, იამაყებდა. მისი ინიციატივა იყო მგონი თქვენი მსაჯობა, ხო? თუ ინიციატივა უფრო დედის იყო ალბათ, იმიტომ რომ ზოგადად ჩემი კარატეზე მისვლა იყო რაღაცა სპონტანური გადაწყვეტილება, მე ჩემო უფროსაძმამ დაანება თავი, მე დავრჩი და ნუ დიდი ისტორიაა ეს მართლა და რა ვიცი, ძალიან მიდგანან გვერდში არა მარტო ოჯახი, მეგობრები, ყველა აბსოლუტურად. და ჩვენც მთელი ქვეყანა შენს მხარესაა. ეს მომენტი არის, რომ გამარჯობათ ხვალ მე მიწევს თქვენთან ჭიდაობა თუ როგორც არის წინასწარი მიწელები თუ ეს აკრძალული არ შეიძლება. კი, სხვათა შორის ვატყობ ხოლმე, რომ აი სიები რო დაიდება, ვინსაც ხდება, რაღაცა მოწერები იწყება ხოლმე, მაგრამ არას დროს არ პასუხობ არავის, ან დავუგულებ, ან გავუღიმებ, ან რაღაცა ვცდილობ რომ მაქსიმალურად დისტანციით ვიყო სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან, იმიტომ რომ ჩვენ რომ გამოცდაზე შევდიოდით, ხო გვინდოდა ჩვენი ლექტორი პირველი სად გიწევთ ახლა მსაჯობამ? ხვალ მივდივართ ერევანში, საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრები გუნდი მიდის ერევანში ევროპის ჩემპიონატზე და ვარ ევროპის სამსაჯო კომისიაში და იქ მიწევს ახლა ძალიან საპასუხისმგებლო ხვალ. აი ნახე თურქეთი, უკრაინა, ირანი, შენს უკან ძალიან ბევრი დროშები ჩანს. სადაც გიმსაჯია. სოფლიო. მოგეთ საფიმელოა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მართლა არაფერი ჯობს ესაუბრო ადამიანს და უმასპინძლო ადამიანს, რომელიც ძალიან დიდ წარმატებას აღწევს, მაგრამ ამ წარმატების უკან ძალიან დიდ შრომას დებს და ეს დიდი შრომა და წარმატებები გვინდა გისურვოთ მომავალშიც და ნებისმიერ დროს ჩვენ მზად ვართ იმასპინძლოთ, როდესაც მორიგი დიდი ეხლა შემდეგი მსოფლიოა. ყველანი მოხიბლულები დავჭით. არა, ახალი მიღწევა. უნდა დავსაფლიო კომისიას რა თქმა უნდა. წარმატება, ეს იქნება შედეგი უკვე მომავალ წელს იმედია რომ ამასაც აღნიშნავთ თქვენთან ერთად.